მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სასწაულ ადგილას, რომ სიტყვები არ მყოფნის ჩემი ემოცია აღწერო. ძალიან კარგად იცით თქვენ ადამიანი, რომელიც წლებია გვამარაგებს საოცნებო ჯიშებით, ვარდის ნერგებით. ჩემი პირადი ვარდების ფერია ჩვენი საყვარელი სუზი. და იცით რომ შარშან გაფართოვდა სუზის სანერგე და გაიხსნა სულ ახალ ადგილას თბილისიდან ძალიან ახლოში, სულ 10 წუთის სავალზე. აი ესეთი სასწაულის სანერგე. პირველი ტალღა გადავლილია, იცით ყველა, მაგრამ აი ეს პატარა ნერგები მაინც დაუღალავად ყვავის. ეს რომელი იყო ქეთუ ქენდი ავალაჟი. მე და ჩემი მეგობარი მოსული ვართ დღეს, რომ შევარჩიოთ ახალი ჯიშები ჩვენი კოლექციისთვის. ჩემი დაქალი ახლა იწყებს ვარდების შეგროვებას და ამაზე უკეთეს ადგილას სად წავიდოდით. ამ ვარს ვერ ვშორდები, ისეთი ცეცხლისფერი ყვავილები აქვს ლამაზი. ქუჩა ჩერი ბრენდი, ხო. ყველას სახელს რა თქმა უნდა ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ვეცდები, რომ ახალი ჯიშები მაინც დავასახელო. თქვენ კარგად იცით ყველამ, რომ სუზი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი საქართველოში, ვინც დაიწყო ჩვენი განებივრება ახალ-ახალი ჯიშებით. არ ვიცი, რამდენი წელია უკვე, მე 1-7-8 წელია, რაც ვაგროვებ ვარდებს და პირველი დღიდანვე ვესტუმრე სუზის და ჩემი ვარდების უმეტესობა დღესდღეობით ეს არის სუზის ნერგები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ძლიერი და ყოჩაღი ნერგები აქვს, ისეთი რომ აი პირველივე წელიწადს გაგახარებთ ყვავილობით. ძალიან ძლიერი ფესვები აქვთ, კი, ისეთი ნამყენია, რომ ეტყობა კიდეც. სასწაულია სულ ყველა. ეხლა ჯერ რომ შემოვედით, დავიწყეთ ჩამოვლა და წაკითხვა ჯიშების. ეს ხო, ომაშა ბარბარაა, მაგრამ იქეთ რაც ვნახეთ ჯიშები, უმეტესობის სახელიც კი არ ვიცოდი. აქ მხოლოდ ერთნაირს ვერ შეიძენ. აქ ყველა გინდა აბსოლუტურად. ფაიმე, ხო, ეხლა მე ვიცი კონკრეტულად რა მინდა, მაგრამ მაგის გარდა უკვე იმდენი შევარჩიე პირველივე დანახვით, რომ მომინდა და შემიყვარდა, რომ ეს არის კავე დელმარი. სასწაული ფერები და სასწაული ნერგებია უძლიერესი. ვარდები გადავირიე. ფარფლე რომ მოგეკითხულობ. ფარფლი. ულამაზესია, სამფერშია. რა ლამაზებია, კოკორშიც რა კარგია. თვითონ ფოთლებიც ლამაზი აქვს, მოწითალო. ფაიმე. მე არ ვიცი დღეს რა მეშველება. ყველა მინდა რომ ვუყურებ ახლა. აქ ხო ერთს და ორს ვერ მოინდა, აქ ყველა გინდა. აქეთ მეორე მხარესაც რა ამბავია. აი ეს მინდოდა ახლოდან მეჩვენებინა. იმედია კარგად აიღებს კამერა ფერებს, გადმოსცემს. შეხედეთ როგორი მდიდრული ყვავილი აქვს. ზოგი სულ ერთი ციდაა, მაგრამ უკვე ეტყობა პოტენციალი, ხო, ბუტონებით სავსე. შეხედეთ რა საყვარლობა. ეს გაბალძირებზე ამდენი ბუტონები და ასეთი ძლიერი ნერგები უკვე ბუჩქოვანებია. კი. პირველად ნახე. აღფრთოვანებული ვარ სუზის ნერგებით, აღფრთოვანებული ვარ. აი, მე თვალები ამიჭრელდა მართლა, იმიტომ რომ იქ თავიდან რომ შემოვედით და წავიკითხეთ წარწერები, მართლა აი უმეტესობა არ მეცნო. სურნელი დგას რაღაც სასწაული.
აი ესე რიგებში ჩამწკრივებული შეიძლება იარო, აი არ ვიცი, მთელი დღე დილიდან დაღამებამდე არც დაიღლები. პირიქით ემოციებით გაივსები. სურნელი. ყველა სასწაულია. აბა ქეთუ შესწამიკითხე რომელია? კარგი სურნელი. თუ არის ის რომელიც სურნელიანია. წეღანი ნახე. რა ლამაზია. არის აბა ოფი ანტიკ. სასწაული. ეს თეთრიც რა ლამაზია. თეთრი არის? სიესტე. ეს საყვარლობა, აი მე რა სასწაული ფერია. Apple dance. გადაყვავილებულია, მაგრამ მაინც ლამაზია. ხო, კოკრებიც ხო აქვს. ზოგი, აი ნახე როგორი კოკორი აქვს და როგორი გული აქვს. სასწაული. ვაიმე, ლამაზი კი არა, აი რომელი ერთი მითხარი, ეს ახლა ვიცით, არის თამამო. სუპერესი ვარდია, საყვარელი, პაწუწკუნა. ეს კირკე, მეგობრებო, შეხედეთ. რამდენი ყვავილი აქვს მერცა ჩემო. კირკე როგორი უხვი ყოფილა. აი ნახეთ. სასწაული. კი, ყველას გადავიღებ არ წავალ აქედან დღეს. პრინცესა ჰიტომი. შეხედეთ. კოკორშიც რა კარგია. გაშლილიც, ბოლომდე გაშლილიც რა კარგია. სასწაული ფერის ვარდი ყოფილა. მე არ მაქვს პრინცესა ჰიტომი და ეხლა უკვე სერიოზულად დავფიქრდი, აქ რა ხდება? არემ ბოლომდე. ვაიმე რა საყვარელი ხარ ღმერთო ჩემო. გავარკვევთ ამას. ამას შეხედეთ. ეს ეხლა სანამ დავიხრებოდი, მანამდე მივხვდი, რომ აუცილებლად რაინი ბლუ იქნებოდა. ვაიმე, რამხელა ტოტები აქვს. უსაყვარლესი რაინი ბლუ. თან როგორი ეფექტურია, როცა ბევრი ერთად არის. ეს ნახე. ნუ ფერები არის სასწაული ყველასი. ამდენი იისფერი ვარდი ერთად არ მინახავს. ძალიან დიდი არჩევანია იისფერი ვარდების. არა და ვიცი ჩვენ რომ მაინც იშვიათობაა. ვარდის სამყაროში ეს იისფერი და ეს კუწკუწებული ნახე რა საყვარელია. ეს ცუნგი ხო არ არის? ტრემენგ ფერი. ხო, თან ვური უსი რა სასწაულებია. ხო, კამპანელა პიჩ, მაგას ვცნობ. კოკორშიც კარგია და ბოლომდე გაშლილიც, ცოტა გახუნებულიც, გადაყვავილებულიც კარგია. აი არის ახალი გაშლილი ყვავილი, შეხედეთ. ჩახვეული. აი აქაც ნახეთ რა სილამაზია. ეს ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი კორალჟელე. ხო სწორად ვამბობ, ხო კორალჟელია, ხო არ მეშლება. აი მე სასწაული ყვავილი აქვს. კი, კორალჟელი აწერი. ფერი აქვს, აი ესეთი დაახლოებით ასეთი ფერია შაკენბორგი, მაგრამ ეს უფრო ჩამჯდარი ვარდისფერია, სუფთა ვარდისფერი. ხო, გარდამავალი ფერები აქვს. კენსინგტონ გარდენსი. სასწაულია, ხო. მე მაქვს, სუზისგან მაქვს, სხვათა შორის ის იმხელა დიდი ბუჩქია უკვე. აი უტყუარი ვარდია, ყველაფერს რო უძლებს. ლამაზიც ხო არის და თან უპრობლემო, უპრეტენზიო, არაფერი რო არ ჭირდება დიდად. არა. ნახეთ რა სილამაზია. აი
ეს აბა თუ არ დაგეზაროს ქეთუ ნახე აბა ოლო ქაღალდი რა არის სადაც ხო აბა იცადე რომ წაიკითხო Amazing Grace ისო მივხვდი სუპერ ვარდია იმ ხელა კოკრებით და ყვავილებით რომ ძალიან რთული სახელები აქვს რამდენად უცხოები მიეჩვევი ნელ-ნელა გინაცვალი აბა როგორ გეგოდა შენ თავიდან ყველა მასე ვიყავით აბა თქვით მეგობრებო რომ თავიდან ჩვენს წითელი ყვითელი თეთრით ვცნობდით ვარდებს გახსოვთ ეხლა უკვე გავნებივრდით უკვე ვარჩევთ სახელებს შეხედეთ რა სილამაზია გადავირიე ამის ფერზე ვაიმე ჯეფლ არტისტი ეხლა უმეტესობა თქვენგანი ალბათ ცნობს ვარდებს მე რომელსაც ვერ ვცნობ მაგრამ იქით გადავალ ეხლა უცხო ჯიშებზე და აი დაგანახებთ თუ რამეს იცნობთ ეხლავე ეს ჩემი ვარაუდით შეიძლება იყოს დაფნე აბა ხო კი დაფნე ყოფილა ულამაზესი გოგო ფაიფურის ფურცლებით მე ეს მიმაგდრეს ფაიფურივით ყვავილებით ეს კასანდრა ხო კასანდრა შემიყვარდა ერთი ნახვით და ამის გარეშე მეც არ მოვიცლი აქედან ფეხს შეხედეთ ანუ რა გამოდის ქეთუ შეხედე თავიდან რო იშლება არია ესეთი ყვითელი სუფთა ყვითელი ხო და მერე ჭრელდება ვარდისფერით და თეთრით ნახეთ როგორი კოკრები აქვს და თვითონ ტოტები და ძირი როგორია სასწაული ზღაპარი აი უდიდესი კომპლიმენტი სუზის ნამდვილად და მადლობა ნამდვილად ბრავო ასეთი სილამაზეებისთვის ნუ მეორე ეს მოწამაბრძა ეს ანრი დელბარია ამას ეძახიან იაპონურ საიტებზე რო შევდივარ ამას იაპონელები ეძახიან მარმელადის ვარდს მართლაც მარმელადის ვარდს ისეთი გემრიელად იტყვიან ხოლმე მარმელადს რომ მართლა შეჭმა მოგინდება ისეთი გემრიელი ფერი აქვს კი უსურნელოვანი ეს არის ვიში სპრეი ვარდია როგორც ჩანს თუ ნიადაგმფარავია ვერ გეტყვით მაგრამ უხვესია შეხედეთ როგორი ტოტები აქვს მტევნები აх სასწაული აქეთ არის დოლჩეტო აх რა ფერია როგორი ფერია ვერ იჭერს კამერა დოლჩეტო ვიცით ასე თუ ისე ეს სუზიკო საშემოდგომო კატალოგი რო გაიხსნება იცოდე პირველი მე ვარ სიაში საშემოდგომო კატალოგი რო გაიხსნება ეხლა მითხრა რომ ზაფხულის ხო დოლჩე ვიტა კი სასწაული ასეთ პაწუწკუნას აი ამდენი ყვავილი ნუ არ ვიცი ესეც რა ლამაზია ღმერთო შეხედე შორიდანაც როგორი ეფექტურია ახლოდანაც რა კარგია უკვე ზოლებშია და ლამაზია ეს გაანათებს ბახს თვითონ ტოტებიც რა ლამაზი აქვს მაგის გვერდზე ფოთლიც ძალიან უმაგრესია. ვაიმე. ხო. რა ლამაზია. თავის ფოთლიანად და ყვავილიანად. სასწაულია. რომელი არ არის სასწაული, ვითხარი, აი არ ვიცი რომელს შევხედო და რომელი განახოთ. აქ ფაქტიურად ნერგს არ ყიდულობ, აქ უკვე ყიდულობ ვარდის ძირს. ხო, და ემოციას და
განწყობას და უკვე რო იცი როგორია, იცი რა, როცა ბოტონების მაგასაც აქვს დიდი მნიშვნელობა კი, როცა უკვე ძალიან ძნელია და ასე უფრო ძალიან ის არის, რა ქვია. ეხა კატალოგში რო სურათს უყურებ, სხვა ეფექტია და როცა უკვე ხედავ, ყვითელი გოგო სულ ამაზესია. მაგასთანაც მოვალ VIP Nev New Yellow შეხედეთ სურნელი აქამდეც მოვიდა სუპერ რაღაცა იქეთ რო ჩამოვიარეთ ეს მხარე დაგვრჩა უყურადღებოთ მე მობრუნება რო არ დაგჭირდეს ბარე მაქაც დავიჭიროთ ყველაზე ლამაზები შენ წაიკითხე მე გადავიღებ აბა ფსიქეა აი ხო გეუბნები რა უკვე გიყალიბდება ადამიანს გემოვნება დროთა განმავლობაში რომელ ვარდთანაც გავჩერდი ყველა არის სასწაული და უცხო ჯიში ბოსკობელი ვაიმე რა ლამაზი ხარ შემოგელები შენ ორ ფერშია ასე ხარ გადაყვავილებული უკვე მაგის შენ მაინც ვერ ეშუქავს რაგბი რო ზინახეთ კოკრებშია კიდე მაგრამ ამ ყვავილმა მომხიბლა უსასწაულესია სულ აი მართლა შეხედეთ ეს წითელი რიგი მივალ იქამდეც მაგრამ ჯერ ეს განახოთ მარია პოსიას მიცამერი სასწაული მიცამერი ესეც აბა კი ლამაზი ბუტონები პინკ ამარეტო აი თუ არ არის ამარეტო კოკრებშია სულ აი კიდე ამარეტოებია ესენი ნახე რამდენი კოკორი აქვს აი მე გავგიჟდი ხო აი მაქეთ დაიცა ჯერ ეს მინდა გადავიღო ნახე რა სასწაულია თან მოკლე ვიდეოს გადავიღებ მეთქი რომ არ გადავტვირთო ეს არ არის კორონა ეგ სხვა რამეა კორონავირუსი აირია არა არც ეგ არ არის აირია მონასტერი არა უშავს აი ეს მეთქი პატარა ვიდეოს გადავიღებ რომ არ გადავტვირთო რა მაყურებელი რომ ხა გოგოებიც დაიღრებიან ამდენი ჩვენი ვაიმეს ძახილით მაგრამ ნუ რა ვქნა ვერ ვეშვები მაინც ჩინური უსახელო ჩინური ვარდი ეხლავე წაიკითხე რა ერქვა ფანკი პიჩ გავშვი გადავიღო ეს რა ლამაზია სუპერ ეს რა სასწაულია ვერ ვცნობ ვარდებს გამოდი მემორი რაღაცა მემორია წერია ხო ძალიან ბევრი ისფერი ისინია კი ცეცხლის ფერებიც ძალიან ბევრია ესეც როგორი ლამაზია აი ეს მტევანი deadline ხო ეს არის იმის რა ქვია რაღაცა წერტილიო ესე ითარგმნება მგონი ეს არის ახალი იაპონური ვარდი იაპონური თუ ჩინური ახლა ზუსტად არ მახსოვს მაგრამ უცხოურ საიტებზე შემხვდა ამას წინ და
ჩავინიშნე ჩემთვის. სულ ახალი ვარდია და მართლა სუპერი. ამდენ ვარდში აი ყურადღება რომ მიიპყრო და მომიყვანა აქამდე. ისეთი ვარდია. ძალიან უხვი, აი როგორი ბუჩქი აქვს. მან რაღაცეები გამოგრჩა, ხო? დაგვეწყო, ეს არის ძალიან სასწაული, აი. აქედან უნდა დაგვეწყო და ისე დავდგე რომ გადავიღალა. ვაიმე, როგორი ყვავილი აქვს, რომ აი ცოტა დავჩრდილო უნდა. ვეიხანი. ცოტა რაღაცნაირად აი ჟაკი ქაღალდივით ყვავილების შესაფუთი ქაღალდები რო არის. აი იმას გავს. ეს რომანტიკიც ამასია. სუპერ. აი დაიცა კოკორიც ვანახო. როგორი აქვს. ულამაზესი. ამ ვარდით ვარა ხო. ამ ვარდით, იმიტომ რომ შაკე. აი შორიდანვე ჩანს როგორი სასწაული ფერის ყვავილიც და ტოტიც აქვს. თვითონ ტოტებიც, ყლორტებიც როგორი იისფერი აქვს. გავგიჟდი. სასწაული. აი ესე ცოტა შორიდან მინდა ავიღო, რომ გამოჩნდეს როგორი გამორჩეული ვარდია სხვების ფონზე. თითქოს აი გეძახის. თავისი ესეთი მუქი ფერის ტოტებით. სასწაული. და ამას მოყვება მერე კოლინკრავენი. შეხედეთ როგორი უხვი ვარდია კოლინკრავენი, ვისაც ყავთ ახლა იცით რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ვინ არის? საყვარელი. ეს არის ფლამინგო. როგორი საყვარელი ხარ ღმერთო. აი უბრალოდ შეუძლებელია მეგობრებო, რომ სათითაოდ ყველასთან მიხვიდე. მაშინ მართლა მთელი დღე აქ უნდა შემორჩე. კი, აუცილებლად. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. ამ სინაზეს შეხედეთ. ეს ვარდი არის სინაზის განსახიერება. აი ნახეთ. ნახეთ კოკრების რაოდენობა. აქაც. ძალიან ბევრი. ამაზეა ნათქვამი მიწას არა. სახელი წავიკითხე, უმპა აწერია და არ ვიცი თუ ნამდვილად ეს ქვია. ესეც ძალიან არის სასწაული. ნახეთ. იმედია, ეხლა ისე მიჩრდილავს მე ისა მინათებს თვალებში მზეერო, მეც ვერ ხვდები რას ვიღებ, მაგრამ იმედია მერე კამერაში კარგად გამოჩნდება. უმპა. სასწაული გოგო, ეს ვარდი შემიყვარდა მე. ხო. გადავალ იქეთ ხო, იმიტომ რომ აი ყველა მართლა შეუძლებელია, რომ ყველა აჩვენო და ეს არის რაღაც სასწაული. აი ეს. ხო. რომ ვთქვათ, ჩემი ფავორიტი. სურნელი აქვს სასწაული. წარწერა ვერ ვიპოვეთ, ხო, რომ წავეკითხა. არა, ვერ ვიპოვეთ. აი ეს ავარ. ნახეთ როგორია. ეს ლამაზია. ხო, ვერ წავიკითხეთ მაინც. ვერ დავადგინეთ, როგორი ყოჩაღი ბუჩქები აქვს თან, რომ უკვე საკმაოდ ამაღლებული და აქ რა ხდება? აქაც რა სილამაზია. ეს ტოტი. გადაწოლილია სიმძიმისგან. ხო. უსასწაულესი. აქ უნდა მოხვიდე გადასაღებად ძალიან ადრე დილით. მზე უჭყიტინებს და
არ გვაცლის გადაღებას. ყველა მხრიდან ვუტრიალებ და მაინც ხვდები, რომ მოკლედ ეკრანით ძალიან რთულია იმ სიამოვნების გადმოცემა და შეგრძნება, რასაც ჩვენ ახლა განვიცდით, ამიტომ მეგობრებო, ვისაც გიყვართ ვარდები, არ დაიზაროთ, გამოყავით ერთი დღეც არა. საღამოსკენ შეგიძლიათ ამოისეირნოთ, აქვე არის ახლოში ასეთი 64. ხო. და თქვენი თვალით ნახოთ, რა სასწაულები აქვს მომზადებული სუზის ჩვენთვის. ესე იგი, მე პირადად ვიტყვი ჩემზე, რომ არ არსებობს რამე ვარდი წარმოვიდგინო ჩემს ფანტაზიებში, დავისიზმრო სიზმრებში და სუზის გავუხმოვანო და ის ვარდი არ შემომთავაზოს, არ მიშოვნოს და არ ჩამომიტანოს. ნუ არ არსებობს ვეუბნები, აი ესეთი იმას რომ მოუხდეს, ამასთან რომ კარგად ჩაჯდეს, ეგრევე აქვს რამდენიმე პასუხი გამზადებული და მარჩევინებს და მთავაზობს ზუსტად იმას, რაც მეოცნებება. ხო, აი რაღაცნაირად ბოლოს უკვე რამდენი ვინმე მოვიდა ჩემ ბაღში, ახლა პირველ ყვავილობაზე ყველამ აღნიშნა. მეც მივხვდი უკვე, რომ დავეთანხმე, რომ ძალიან ბევრი ღია ვარდისფერი ვარდი შემიგროვდა და ეთყობა, ნუ მომწონს, არ ვიცი, მაგრამ ცოტა ისეთი ჭყეტელა ფერებიც უნდა გავურიო. სილამაზე როგორც ასეთი. იმეტი მე სიტყვები არ მყოფნის, რომ ეხლა მე ამ კამერას რო გავთიშავ, ხო წარმოგიდგენიათ, ერთი 7 წრე კიდე უნდა დავარტყა და სათითაოდ ყველას დავაკვირდე, მოვეფერო, მე და ქეთა ერთად დავუვლით კიდე, დავიმახსოვრებთ, ჩამოვწერთ, თანაც ეხლა სუზი უკვე კონტეინერებში, რაც ენერგებია, მაგ ენერგებზე სასწაულ ფასდაკლებას გვთავაზობს. ამაზე უკვე თქვენ თვითონ მოელაპარაკებით და გაარკვევთ, მე არ ვიცი. და საშემოდგომო კატალოგი როგორც გაიხსნება, მერეც პირველი ეგრევე მოვაკითხავ. ნუ სასწაულია, სასწაული. აი მანდ მოვდივარ ხო, რომ დაიცა ეს შეხედე, ეს არის რაღაცა ზღაპარი. ეს ფერიც არის, გაზელრალია. ეგრევე ვიცანი, ისეთ იმდენად სახასიათო და დასამახსოვრებელი ვარდია, რომ სასწაული, ხო. აი ამასთან დგებარ, ამასთან. ხო, აი ამასთან მოვდიოდი მეც. შორიდან დამიძახა. ის ყვითელიც ღმერთო ჩემო. სასწაულია. ყვითელი ხო გინდოდა? მინდოდა. რამდენიმე ყვითელი მინდოდა თანაც. უმაგრესია. თან ესე მზეში თუ არ გხუნდება და რჩება ესეთი ყვითელი, მაგარი ვარდი ყოფილა მართლაც. აი ეს სტაფილოსფერიც რა კაია, ნახე. ვიცახოთ ახლა ულამაზესია. ტონები აქვს ხა. უკვე აღარ სიტყვა, აღარ წყვა, არაფერი აღარ მყოფნის, რომ კიდე რა უნდა თქვა, ხო? შეხედეთ. ამას შეხედე. აი მე რასას. ესა რამხელამწე. ეს ხო იცანით, მეგობრებო? რა პრინცესა. გოგრისანათი. სასწაული ვარდია, აი. სასწაული. ვისაც ჯერ არ ყავთ, ვისაც ჯერ არ ყავთ ეს ვარდი. ნუ ამა ეს არის უსურნელოვანესი და ძალიან პრინცესულია.
იქი დედაძირებია, რომელიც უკვე გადაყვავილდა პირველ ტალღაზე, მაგრამ მეორე ტალღაც ხო დაიწყება და მოვალთ. მეორე ტალღაზე მოვიდით პირველები და ხო. გამხელა ემოციას იღებ ადამიანის, სულ არც ერთი ენერგია არ იყიდო და არ გაიყოლო. აქ მოსვლა მაინც გიღირს, რომ გაივსო დადებითი ემოციით და სასწაული ფერია, ეხლა ამას ვეღარ მოვშორდი. მე ამას. ხო. ოკეის ფერი, სტაფილოს ფერი. იცი რა არის, არ შეიძლება აქ რამე გამოარჩიო. აქ უნდა გქონდეს ყველა თითო ძირი. ხო, მაგრამ ეხლა სუზის აქვს, იცი რამდენი? დაახლოებით 2000 სახეობა ვარდი. საშუალება არ აქვს და ამიტომ შეიძლება შეირჩეს. როცა ჩემი ფერები რამოდენიმე შეიკიდა კიმხელა ეზო და ეხლა იწყებ გაშენებას, აუცილებლად მოუძებნი ადგილს. მე რა ვთქვა? აქ დედაძირებზეც ზოგზე შემორჩენილია ყვავილები და ესეც მინდა რომ გადავიღო ცოტა. ეს აისფოგელი ხო არ არის ნეტა. რა ლამაზია ღმერთო ჩემო. რა სილამაზია. სასწაული ფერი. ამათი თაიგულები შეხედეთ რამდენია. აი ამ ნერგებზე როგორც ვიცი, ახლა სანამ შემოდგომა კატალოგი გაიხსნება, სუზის აქვს გრანდიოზული ფასდაკლება, ასე რომ მეგობრებო, გააქვთ ძალიან კარგი შანსი, ძალიან შეღავათიან ფასად, ასე ვთქვათ, გაილამაზოთ თქვენი ეზოები. აი ახლა მორწყვა აქვს ჩართული. მოუხდება ჩხაპი ნერგებს. უმაგრესი. აი ეს კუპერლაითი უნდა იყოს წესით. ეხლა ვერ დავიხრები რომ წავიკითხო, მაგრამ აი ნახეთ ნერგის ზომა. სასწაული გოგო მე მაქვს და არ ჩერდება, ზაფხულია, შემოდგომაა, წვიმაა, ქარია, თოვლია, არ აინტერესებს ამ ვარდს. სულ კოკორშია, სულ. კუპერლაით, სპილენზის შუქი. მედნის სვეტ. მოკლედ მეგობრებო, ძალიან რო არ გადაგღალოთ. არც ვიცი, მზე მინათებს და სახში ვნახავ უკვე რა გადავიღე, როგორ გადავიღე, ძალიან მკაცრებით ნუ იქნებით, მე ძალიან ვეცადე რომ ლამაზად გადამეღო და მეჩვენებინა თქვენთვის მთელი ეს სიგიჟე. აქ რაც დაგვემართა მე და ჩემ მეგობარს და დანარჩენი მეტი და უკეთესი და რა ვიცი, თუ მოგინდებათ, აგერ არის ახლოს, მობრძანდით, გადაიღეთ, დაათვალიერეთ, დაინახეთ, მოეფერეთ. ამაზე უკეთეს ადგილას ვერსად წახვალთ. ასე რომ, მეგობრებო, ამით დაგემშვიდობებით და შევუდგებით ახლა მე და ქეთი კიდევ ერთხელ და ორჯერ და 7ჯერ ალბათ შემოვუვლით, შევათვალიერებთ, ჩამოვწერთ ციებს. გაწავაბრზა. თქვენც იგივეს გისურვებთ უახლოეს მომავალში.